გაგაძლიეროთ მერტვა გაგახაროთ სულ ნეტარებაში გავხობოთ, ბედნიერებაში გავხობოთ. ესე სულ ვერ იქნება, მაგრამ რას იზამთ? ყოველ შემთხვევაში ამისკენ უნდა მივისწრაფოთ და უბრალოდ ვეუბნოთ, რომ ნეტარება, სულიერ ნეტარებას, ნეტარების სიამოვნება სხვა, ნეტარება ეგულისხმება. აქ არის ქრისტიანული ნეტარების შეგრძნება, მადლის მიღების შეგრძნება. ეს არის ყველაზე დიდი ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრებაში გზამკვლევი, ყველაზე დიდი იმუნიტეტი, ყველაზე დიდი სულიერი ძალა. ესაც სახარება ვასწავლეთ და გვეუბნება, რომ მთავარი არის რწმენა. და ეუბნება და აფრთხილებს, ანგელოზი ეუბნება ხომ, როცა მიდიან მასთან საფლავზე, ეუბნება ანგელოზი სპეტაკით შემოსილი, ნუ განკრთებით. იესოს ეძიებთ ნაზარეულსა, ჯვარცმულსა, არა არს აქა. აჰა, ადგილი სადაც დაასვეს იგი. წარვით და უცხარით მოწაფეთა მისთა, ვითამენ, აჰა ეს რა წინა გიძღვის თქვენ გალილეას და მუნიხილოთ იგი. ვითარცა თქვა თქვენ, აი აღსდა ქრისტე და ვინც არის მორწმუნე ქრისტესი, ის განთავისუფლებულია ყოველგვარი ბორკილებისაგან, ყოველგვარი ამ ცოდვის ბორკილებისაგან. თუ მოინანიებს ხო? ეს ბორკილები, რომელიც ბოჭავთ ჩვენ ქრისტეს ხელისუფლებით, ქრისტეს ძალით, მის მიერ გაღებული მსხვერპლით, მის მიერ გაღებული საოცარი სახარებისეული განგებულებით, ყველა ბორკილისაგან, ყველა ცოდვის, ასე ვთქვათ, კრულებისაგან განგვათავისუფლა. ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგანაც კი. ამიტომ ის მოვიდა, რომ ვისაც ბორკილი ადებს, ვისაც ცოდვის, ასე ვთქვათ, დაღი აქვს, და ვისაც ცოდვის ისგან დაბლოკილია, შაკეტილია გზა გაუხსნას მას და გაანთავისუფლოს, სულიერი ჯანმრთელობა მისცეს, ხორციელადაც გააძლიეროს და ადამიანი ჟანგრძელი ამყოფოს. ადამიანი ისეთი არსება, რომ ღვთის ხატება და მსგავსება, ღმერთი ჩამოვიდა და ადამიანის ხატება მიიღო, რათა ადამიანმა ღვთის ხატებაზე გადავიდეს. ღვთის ხატებაზე უნდა გადავიდეთ ჩვენი, ეს არის მთავარი დავალება ჩვენ ამ სამყაროს შემოწმებას. ამიტომ არსებობს ეს მთავარი დავალება, რომ ემსგავსო ღმერთს მადლით, მიემსგავსო ღმერთს მადლით. რა თქმა უნდა, უამრავი წინააღმდეგობა არსებობს, უამრავი ბრძოლა, უამრავი ნეგატივი, უამრავი ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს ეწინააღმდეგოს მის შინაგან ნეტარებას, რომელიც აღნიშნავს, ლოცვიდან მოდის, ზიარებით მოდის, აღსარებით მოდის, ყველა ის საიდუმლოდ მოდის, რაც გვეძლება. მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ღმერთთან იმყოფება, აი ეს არის ბედნიერი. ვერაფერი ვერ შეცვლის ამას. დიდარია ის ადამიანი, ვინც მადლობა შეწირავს ღმერთს იმისათვის, რაც მას აუზარა გაუმარჯვებლად უფრო მეტ და მეტს ითხოვს. ითხოვდეთ ის, რაც არის სასופველი ცათა და სიმართლე მისი, პური ჩვენი არსობისაში ძალიან ბევრი რამე შედის. ამიტომ აი ესეთი ადამიანი ბედნიერი და ყველაფერი ამ ცხოვრებაში, ამ ჩვენ სინამდვილეში, რომელშიც საკმაოდ მძიმე სინამდვილეში ვიმყოფებით, ისევ და ისევ ჩვენი ცოდვების გამო, არავის ბრალი არ არის, ჩვენი ბრალია, ჩვენ უნდა მოვინეროთ, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი დაგროვებული კოლექტიური ცოდვების გამო ვიმყოფებით ასეთ მძიმე დროში ვართ და მძიმე განგებულება, რომელიც ჩვენ კიდევ ვწყალობს, ღვთაებრივი პედაგოგიკა კიდევ ვიბრალებს, ვაძლევს შანსს იმისა, რომ გამოვიდეთ იმ სულიერი ბორკილებიდან განთავისუფლდეთ და უფრო ფათახების არე გაგვეხსნას და უფრო მეტი დავინახოთ. ყოველი ადამიანი იმისთვის არის მოწოდებული, რომ ცოტათი გაცდეს თავის ეგოიზმისა და შეზღუდულობის საზღვრებს, ცოტათი კი არ უნდა გაცდეს, ხო შეიძლება რომ გაცდეს, უნდა გაცდეს ეგოიზმს. პიროვნება კი არ უნდა დაკარგოს, ეგოიზმს გაცდეს ამ საზღვრებს, გამოვიდეს ცოტა მეტად უფრო ქრისტიანული, ასე ვთქვათ, მასშტაბებში შევიდეს ქრისტეს ცნობიერებაში, ქრისტეს გონება შეიმოსოს მან. ადამიანი მარტო საკუთარი სხეულისა და საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე კი არ უნდა ფიქრობდეს. ეს პესიმისტური ანთროპოლოგია. მე ოპტიმისტი ვარ ამ მხრივ. იმიტომ რომ ქრისტე ვაძლევს ჩვენ ოპტიმისტურ ანთროპოლოგიას, ოპტიმისტურ კონცეფციას ადამიანს, რომელიც მისთვის მონიჭებულია ქრისტეს ძალაუფლებით, რომელმაც განგვანთავისუფლა ჩვენ ცოდვისა, როგორც ამოვსეთ წყევლისა და სიკვდილისაგან. ამიტომ დღევანდელი ჩვენი ეს კოლექტიური ეს ყველაფერი თუ საერთოდ ზოგადი მასობრივი ეს ნეგატივი რაც არის გასმოსწორებადი და განეიტრალიზირებადია თუ ჩვენ უფრო მეტად ჩავიხედავთ სინდისში, ჩვენს შინაგან სამყაროში ჩავღმავდებით, მოვინანიებთ ყველაფერს, წარსული უნდა გამოვასწოროთ. წარსული შესწავლების გამოსწორებით გენერირდება აწმყო კიდევ მომავალი ღვთისა, ისიც გენერირებს კეთილ მომავალს, იმიტომ რომ
თუ წასული არ გამოასწორე, წასული აუცილებლად გაანეიტო, გააზავო და ახსარებაში გააზავო. და როგორც აი რაღაცა შაქარი ზავდება, შეცოდე ესეთი შედარებაა, აი როგორც ფერი ზავდება წყალში, აი შაქარი ზავდება და დავუშვათ ჩაიში, ხო, რაღაცაში წყალში, ხო, რაღაცა მარილი ზავდება, ნებისმიერად ზავდება. ხო, აი ეს უნდა გააზავო, გახსნა შენი ცოდები, გააზავო მონანულის, სინანულის წყალში, სინანულის ემბაზში, განაზავროს, გაანეიტრალო და ეს ქრება შემდგომ ეს ყველაფერი და უკვე შემდეგ უნდა კონცენტრირდე და სიკეთე გააგროვო და კონცენტრირება გააკეთო სიკეთისა. აი ესე გააკეთო, რასაც აკეთებ, ყველაფერი ღვთისადიდებ და თუ აკეთებ, მაშინ მოიტანს კეთილ ცვლილებებს. თუ ღვთისადიდებლად არ აკეთებ, მუდააბრალებ, რაღაცა საქმე რო არ გამოდის, რაღაცა რო არ გამოდის, ის შენ ღვთისადიდებლად არ გაიკეთები, ან რაღაცა რაც გინდა, მერე გაიგო, თურმე არ არის შენთვის კარგი და თურმე არ ყოფილა ეს ღვთისადიდებლად შენთვის და მადლობა უნდა შეწირო. თავიდანვე და ეს მაინც მადლობა გეკნება. საქმე ჯობია თავიდანვე მადლობა. იმიტომ მე გვეცის ყველაფერი. ჩვენ გონია რომ ესეა სინამდვილეს უცხოანაირად და მადლობა ღმერთს. კიდევ კარგი რომ ესე იყო თქვი, მე მაინც ამის თქმა მოგიცეს რომ მადლობა ღმერთს. იყავნება შენი, ვიდრე ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. და შემდეგ გადაილახება უკვე ის წინააღმდეგობა, რაც შენ გეგონა რომ გადაულახავი იყო. თავდაჯერებული ნუ იქნები ამ მალხაში მithumedes. მიენდა ღმერთს, თავი დაიმდა, დაიმცირე, დაიმდა, ვიცნეს, დაიმდა შენი თავი და აღგამაღლებს ღმერთი სულიერად, შინაგანს. აღგამაღლებს აბარსავანი კი არ უნდა იყოს, ზევიდან კი არ უნდა უყურო. უნებას, ფლორას, ფაუნას, თუნდაც და ადამიანებს მithumedes არ უნდა უყურო. არც სხვა ქნილებებს არ უნდა უყურო, ზევიდან, ასე ვთქვათ, მე ვარ, რაც ვარ, არა. დაიმდა, თავდაჯერებული ნუ იქნები. ღმერთს მიანდა შენი თავი და ის ტექსტები, რაც ღმერთ მომოქცა სახარებაში და ლოცვა წმინდა გარდამოცემაში, წმინდა წერილში, კარგად წაიკითხე, იქ დაინახავ, რა გიშლის ხელს, რა ნიშნები გეძლევა და ვერ ხვდები ჯიუდად და არ ხვდები შეიძლება, ვერ ხვდები ან არ ხვდები ჯიუდად, რა ნიშნები გეძლევა, იმისათვის რომ რაღაცა შეიტყო, რა უნდა გლობალურ ღვთისნებას, არამედ სიკვდილის ცოდნისა, არამედ მოქცევა ცხოვრებისი კონკრეტულად შენ ინდივიდუალურ ცხოვრების განკებულებაში, რა უნდა შენ გაღვთისნებას, ის გააკეთო. იმაში იყო, იმ კალაპოჩი ჩაჯდა და იმას მიყვე და გზახსნილი არა თქმა უნდა. არაფერი არ არის, ისეთი რაც შენ შეგეცდეს მოძრაობას ღვთისაგან ხელს. შენ იარე ქრისტეს სახელით, იარე მოგეცემა ყველაფერი. შენი გამოცდილება, წმინდა მამათა გამოცდილება, მოზღვის გამოცდილება, დის, მის რჩევა, ის მიმართულებას მოგცემ, შენი ინტუიცია, შენი განხთობილი ინტელექტი ინტუიციაში გადადის შემდეგ მართლმადიდებლური სულიერ შეგრძნებაში, ხო, ყველას გვაქვს ეს, როცა ვეზიარები ხშირად გრძნობიარებდებით, კონტროლირებადი უნდა იყოს ეს გრძნობიარება, გრძნობიარე, უფრო მეტად გრძნობს და ვარჩევთ სულიერი მხედველობით აუზ და კარგს, მარჯვენას და მარცხენას. აბა ეს თუ არ არის, მაშინ რაღა გამოდის, თუ იგივე რჩები, ანუ არ ესიხება. მაგრამ გამჭვირვალე ხდება ღვთის მადლისათვის, ღვთის ნებისათვის. და ღვთისნება ადვილად გამორჩევადი ხდება შენს განწმენდელ გონებასა და გულში და როგორც განწმენდელ საქმეში და ჭურჭელში ყველაფერი ჩანს, იმას ხვდები და მიყვები მას შენს აზრშიც, სიტყვაშიც და საქმეშიც და მშვიდად შეგიძლია უკვე რომ წახვიდე წინ და ეს გამოცდილება შენ უნიკალურ შანსს გაძლევს იმისა, რომ უკეთესი გახდე. არავინ არაფერი არ დაგიბლოკა. ყველაფერი მოცემულია შენთვის. ნაშველი ხარ უკვე ეს თვითშველა განახორციელე თანხმობით ღმერთისადმი შენი ცხოვრების შეთანხმებით და თანხმობით ღმერთისადმი ამ გამოხსნისათვის. მადლობით, ლოცვით, სიხარულით, აზრით, სიტყვით, საქმით, ქცევით, ყველაფერი მოგეცემა კიდევ რაც ეჭირვა მეტი და მეტი რაც შენ გონია. ღმერთს იმდენი რამეა, ჩვენ ვერ წარმოვიდგენია, გონებაში ვერ მოგვიყვება. ჩვენი ადამიანური ცნობიერების მიღმა არის ყველაფერი. მაგრამ იმან ხო იცის, ამიტომ ბევრი კეთილი სიურპრიზები გელოდებათ ღვთისაგან და რასაც მიიღებ. აქაც და იქაც მე როგორც დიდი ვაცხოვს და ჟამძელი განყოფილება. მადლობა შენს ეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.